სპორტულ დანვაჯის გორში დიდი ხნის ისტორია აქვს. გორელი დანვაჯიშები აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც ქალაქის, ისე ქვეყნის სპორტულ ცხოვრებაში და გარკვეული წარმატებებიც ჰქონდა. მაგრამ 10-15 წლის წინ საერთოდ გარდაქმნის შემდეგ დიდი პრობლემები შეექმნა ქართულ სპორტს და განსაკუთრებით დანვაჯისას. ესე იგი, ქალაქის სპორტული ცენტრი ყველაფერს აკეთებს, რომ გორელ დანვაჯიშებს საშუალება ჰქონდეთ ნორმალური მუშაობისა. დიდი მადლობები ვართ, რომ ახალი მთავრობის პირობებში დაუბრუნდა დარბაზი, რომელიც დროებით ჯერ სარემონტო იყო და შემდეგ უკვე სხვა სპორტის სახე იყო შემოსული ჩვენ დარბაზში. და ამიტომ დიდ მადლობას ვუხდით როგორც ქვეყნის ახალ მთავრობას, ასევე გორის მუნიციპალიტეტს, რომელიც ყველანაირად ეხმარება, რომ დანვაჯიში აღორძინებული იქნას გორში და დაუბრუნდეს თავის ტრადიციებს. გორის მუნიციპალიტეტის შეტაჯოჩილის სახელობის ცენტრალურ სასპორტო სკოლაში დანვაჯის განყოფილებაში მუშაობს 4 ყოფილი ქალაქის ნაკრებების წევრი, რომლებიც დიდი სიყვარულით ემსახურებიან თავიანთ საქმეს. პრობლემებიც რასაკვირველია გვაქვს, მაგრამ დღევანდელი ხელმძღვანელობის დახმარებით ნელ-ნელა ვაგვარებთ ამ პრობლემებს. მართალია დღეს ჩვენ იდეალური პირობები არ აქვს, მაგრამ შესაძლებელია ბავშვების მომზადება დაბალ თანრიგებში, რომ საქართველოს პირობებაზე ბავშვებში მაინც გავიყვანოთ ერთ-ორ წელიწადში ქალაქის ნაკრები გუნდი. დღეს დანვაჯიში მხოლოდ 3 ქალაქშია, ეს არის თბილისი, ქუთაისი და ბათუმი. გორში ჩვენ ვიწყებთ დანვაჯის აღორძინებას. აგრეთვე რუსთავსა და საერთოდ ახალციხეშიც მიმდინარეობს დანვაჯიშის დარბაზების აღჭურვა თანამედროვე იარაღებით, სავარჯიშო იარაღებით. რაც შეეხება ჩვენს პირობებს, მართალია ყველაფერი არ აქვს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ სპორტული ცენტრი შემდეგში უფრო მეტად დაგვაფინანსებს, რომ დანვაჯიში ჩადგეს კალაპოტში და გორელი ბავშვებს საშუალება მიეცეთ, ესე იგი ნორმალური წვრთნის. დღეს როგორც ხედავთ, ბევრი რამე ვაკლია, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი მოგვარდება. ამის იმედით